პირველი ფილმი იყო მაცხვიტია. მაცხვიტია აფხაზეთშია ძალიან ბევრი გადაღებული მთელი ჩემი სცენები და იქ ვიყავი 12 წლის 13 წლის. გამარჯობა. ბებია სადა? ათაში დამიტრი ავაჯა. მოხვედი ხო? ნანა არ დაგავიწყდა დანაპირი შენი თავი ალბათ მერტავა გამომიგზავნა ღვთის გულისათვის ამბიც მიიღე ჩემს მახსოვს როგორ ცხოვრობდი მინტურისში და როგორ მიკვირდა რომ სად მოვხვდი არც ვიცოდი სადა ვარ როგორ ავარ ვოცნებობდით მაშინ ყველანი საზღვარგარეთ მოხვედრილი ყავით აი ჩვენთვის საზღვარგარეთი ასოცირდებოდა მინტურისთან კაფესთან პალმებთან ყავასთან არაჩვეულებრივი ადგილია მართლა ხვდით დასმული ერთ პერიოდი, როცა გოგი ქავთარაზე მუშაობდა სოხუმის თეატრში, მახსოვს, იმდანაც მიყვარდა ეს ქალაქი, რომ მეთქე, ახალგაზრდა ვიყავი ძალიან, მინდოდა თეატრში გადასვლა მაგასთან. ოცნება მქონდა ეს. აზრი გამიჩნდა ერთხელ. სად უნდა წავიდე და მეთქი სოხუმში. უამრავი აფხაზი და არა მარტო აფხაზი, მეგობარი მყავს მაგაცი, არც ვიცი, ახლა ბევრნი ალბათ არც არიან ამ ქვეყნად. ნუ რაც თავარია ის თემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია უსირებს ჩვენს გარშემო აზრებს, იკავებს და გრძნობებს. გვიფორიაქებს ეს რა თქმა უნდა ომია. ეს ომიც რაღაცა ერთხელ შევხვდი მოსკოვში ერთ აფხაზ ბიჭს მიფრინავდა პოლონეთში და მაინტერესებსო შენთან საუბარიო და რა აზრის ახარო ამ ჩვენ ომზე. ну мы русулат мелопаракებდა. მოთხარი ну нас взяли и подставили. и вас и нас и всех подставили. ჯიგარი ხარ რომ მაგოცა და ზავი. ვიღაცას რაღაცას თავის გეგმები აქვს, უკვე ყველაფერი წინასწარ რო არის მოფიქრებული, ჩაწყობილი, მოწყობილი და ჩვენ ვეწირებით ამას. მე მამაჩემს რა. მამა, კარგი რა ხათუნა რა, ასეც არ შეიძლება. ცოტა ამოასუნთქე მამაშენ. სულ მამა და მამა. პატარა ხომ აღარა? ხო, კარგი თქვა. როცა ყავდა ნუ შეცნობილია სურათია, იქ ვიღებდით. არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით ახალგაზრდები მოგეხსენებათ თავისუფლება ქონდა შედარებით და ცხოვრობდით ახლად გახსნილ სახლში კინემატოგრაფისტ და ჟურნალისტთა სახლში. იქ ცხოვრობდით, იქ მუშაობდით, იქ ვისვენებდით, იქ ძალიან გადასარევით დრო მახსოვს. თავის დოდო აბაშიძით და თავის ქალბატონი ლანა ღობერიძის თავოსნობით, რაც არაჩვეულებრივი დრო იყო. ამას მე დავამთავრებ. შენ ნარდი ეთამაშე ძიავატკა. მე ეგეც ვიცი ნარდი რო უნდა ვითამაშო. რაღაცა ის შეზღუდულება რაც იყო საერთოდ იმ დროს ჩვენ ვერ ვგზნობდით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვეფერებოდნენ და ეს კი არა ჟავანაძე ჩამოვიდა მახსოვს დასათვალიერებლად, მარტო გადასარევი დირექტორი ყავდა. ქალბატონი იყო არაჩვეულებრივი და მახსოვს რაღაც ბანკოს თამაშობდით თუ რაღაც და უცბად აბა ბავშვებო იცანით მოვტრიალდით ხედავთ ცოცხალი მჟავამ ვასილ პავლოვიჩი მახსოვს გრძელი თმები ქონდა და სხვა რა იყო ფრანგები ხართ თქვენ რატო ფრანგები არ ვიცი მაგრამ აი ესეთი
ასეთი ბევრი საოცარი მოგონება მაქვს და ადგილია ისეთი ამის ახსნა განმარტება, ვინც ეს არის ის მაინც ვერ გაიგებს და ვინც ის უბრალოდ კარგად გაახსენდება. ძალიან დიდი ტკივილია, დიდი სიყვარულია და ძალიან დიდი იმედებიც არის. თუ გადაღება არ იყო, რა თქმა უნდა, პლაჟზე ვიყავით. თუ გადაღებები ქონდა, რიცის ტბაზე ვიყავით. ეს რა არის კიდე რა საოცრება, ეს რიცა. ჩვენ მაინდა-მაინც ესე დიდი მოყვარულები მაშინ არ ვიყავით, კი, ჩვენც ვქეიფობდით, მაგრამ უფრო დოდო აბაშიძე თავის ამ ძმაკაცებთან ერთად და ჩვენ ზოგჯერ გავერეოდით ამას. არაჩვეულებრივი ჯერ სუნი მახსოვს, ისეთი სუნი იყო რაღაც სპეციფიური არაჩვეულებრივი. ეს იყო როგორც ყველა ჩვენ კუთხეს, გურიას, იმერეთს, რაჭას, სვანეთს, კახეთს აქვს რაღაცა ქართლს თავისი განუმეორებელი ხიბლი და იმ სტუმართმოყვარეობის ფორმა სხვადასხვანაირი, ასევე იყო არაჩვეულებრივი მახსოვს სოხუმთან ბიჯექით რაღაც უზარმაზარ ხის ძირას, არც მახსოვს რისი ხე იყო ის, მაგრამ მახსოვს რომ რაღაც სახლის ხელა იყო ეს ხე და იმის ქვეშ ვქეიფობდით. მოიწყო გადაღება, იყო ნამდვილი ველორბოლა და იქ უნდა გადაიღოთ სტარტი. და მე უკვე ნამდვილი სტარტი უნდა მიეცეთ და მე მახსოვს მე და ძიმა გედევანიშვილმა გადავწყვიტეთ გავყოლოდით ამას რიწაზე და რამდენი შემეძლო ვიარე, მე მოვკვდი კინაღამ და ჩამაგდეს და უყურე ნამდვილ რბოლას. რომ ველორბოლა ტელევიზიით საყურებელი მაინდა-მაინც ესეთ ეფექტური არ არის და სინამდვილეში რომ ნახეთ იქ რა ხდებოდა, როგორ იმტრეოდნენ რა. რანაირი ტემპორიტმი იყო, რანაირი რა ხდებოდა, ეს განუმეორებელი შთაბეჭდილება ეს არასოდეს არ გამოვეწოდა. აი ესეთი რაღაცა არაჩვეულებრივი დრო მახსოვს, არაჩვეულებრივი გარემო მახსოვს, ატმოსფერო მახსოვს რაღაც სხვანაირი. იქაური ხალხი ძალიან კარგი. გასტროლებზე ვიყავით სოხუმში მახსოვს. კინომსახიობთა თეატრი იყო, დონჟუანი, ჩვენი პატარა ქალაქი, საქმე, შუშანიკის წამება ეს მახსოვს. ეს იყო ალბათ 80-იანი წლები. და კიდევ ერთი ჩვენ უკრავდით, ვიყავით ესეთი ჯეჯილი გვერქვა, ანსამბლი იყო. გია ეზგვერაძე, ნუგზარ კვაშალი, მამუკა დუმბაძე და გასტროლებზე დავდიოდით საქართველოს სხვა ქალაქებში. მახსოვს სოხუმში ტევა არ იყო, იმდენი ხალხი იყო და პირველად ვნახე მაშინ ცხენებზე პოლიციელები, მილიციონერები მაშინდელი თუ არსებობდა, არც ვიცოდი. მახსოვს თეატრის წინ მოგვცეს ბანაობის უფლება და გადაკეტეს იქ ყველაფერი და ჩვენ 4 ვითომ ბიტლსები ვიყავით. არაჩვეულებრივი მაყურებელი იყო. ძალიან დასანანია რა ასე წყდება, როცა წყდება რაღაცა ძალიან დასანანია. რაც შეეხება წარმოდგენას თუ როგორ შეიძლება აღდგეს ეს ურთიერთობები. მე მგონი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დიპლომატიას, ხელოვნებას ამ შემთხვევაში თუნდაც. ახლა გამოვიდა ესეთი ორი ფირფიტა აკაკი წერეთლის გამზდელი. სადაც მე ქართულად ვკითხულობ და ერთი ბიჭი კითხულობს აფხაზურად. მე როგორც ვიცი, იყო იქ პრემიერა და კმაყოფილები დარჩნენ და ძალიან აი ასეთი პატარ-პატარა რაღაცეებისგან შეიძლება შეგროვდეს დიდი გაკეთდეს, დიდი მთა, რომელიც მე თავისუფლებას მოუტანს ყველას და ამ დაძაბულობას მოხსნის. მინდა ჩემ ძმებს და დებს უბრალოდ გავახსენო ის, რომ მიუხედავად აი ესეთი საშინელებების, რაც მოგვივიდა, არაფერი არ შეცვლა და მე ისე მიყვარხართ, მე ისე ენატრებით და ისე მინდა თქვენთან ჩამოსვლა და ისე მინდა რომ თქვენ ჩამოვგზავნეთ ჩვენთან და საერთოდ ამ თემაზე საუბარი რაღაცა უხერხულადაც კი მიმაჩნია. ძალიან მიყვარხართ ყველანი.